BMG და Tegeta Holding-ი წარმოგიდგენთ. BMG Autos. ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Fisker-ის აქციები Wall Street-ის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. გარდა ამისა, კომპანიამ საწარმოო პროცესი გაურკვეველი ვადით შეაჩერა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, Fisker-ის წარმოების გაგრძელებისთვის საჭირო ფინანსური რესურსები აღარ აქვს და კომპანია გაკუტრების პირასაა. ამჟამად Fisker-ის სამოდელო რიგი მხოლოდ ერთ ელექტრომობილს საშუალო ზომის SUV-ს მოიცავს, რომლის ღირებულება დაახლოებით $45,000 იყო. ანუ ის კონკურენციაში იყო Tesla Model Y-სთან. ამასთან გაკუტრების პირას აღმოჩენილი კომპანია გამოსავალს ეძებს დროებით სიტუაციის გამოსწორების მიზნით ჰენრიკ ფისკერის კომპანიამ ავტომობილის ფასები თითქმის გაანახევრა. მაგალითად, Ocean-ის საბაზისო სპორტ ვერსიის ფასი $27,299-მდე შემცირდა, ფასდაკლება არის $14,000, საშუალო დონის ულტრა მოდიფიკაცია $27,299 ღირს. ამ შემთხვევაში ფასი შემცირებულია $18,000, ხოლო ფლაგმანი X3 მოდიფიკაცია ხელმისაწვდომია $29,799 ფასდაკლება ამ უკანასკნელზე $40,000. ფრანგულმა ავტომწარმოებელმა Renault იაპონურ Nissan-ში ინვესტიციის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, როგორც ცნობილია, კომპანია საფონდო ბირჟაზე გასაყიდად $392 მილიონი ღირებულების აქციების გამოტანას გეგმავს, რითაც Nissan-ში წილს დამატებით 2.5% პუნქტით შეამცირებს. Renault-ს გაცხადებული მიზანი Nissan-ში ინვესტიციის 15%-მდე შემცირება, მაშინ როცა წლების წინ ეს მაჩვენებელი 43%-ს აღწევდა და კომპანიებს შორის აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობდა. ამჟამად ორივე კომპანია რესტრუქტურიზაციის სტრატეგიას ატარებს, რაც ელექტრონული ეპოქისთვის მომზადებას და კომპანიების ეფექტიანობის გაზრდას ისახავს მიზნად. Mercedes-Benz G-Class SUV განახლდა და მოდიფიკაციების სხვადასხვა ვარიანტი მიიღო, მაგალითად დამუხტვადი G63-ის ვერსიაში მოდელი აღჭურვილი იქნება MG Active Ride Control ჰიდრაულიკური საკიდრებით. G-Class-ისთვის ასევე ხელმისაწვდომია off-road cockpit-ი, უგზოობის მონიტორი, რომლის საშუალებითაც ავტომობილის მდებარეობის კონტროლი, საჭის კუთხის კონტროლი და უგზოობაზე სხვა დამხმარე საშუალებები მარტივად ხელმისაწვდომი იქნება. განახლებულია უკანა სავარძლების გათბობის და გაგრილების სისტემა, ასევე მულტიმედია ცვლილებები განიცადა G-Class-ის ძრავების დიაპაზონმაც ყველა მოდიფიკაციას გააჩნია 48-ვოლტიანი ელექტროაგრეგატი, რომელიც დამატებით 4 ცხენის ძალას და 200 ნიუტონ-მეტრ ბრუნვას იძლევა აჩქარების დროს. დიზელის G450 აღჭურვილია 3.0 inline 6 ძრავით, 367 ცხენის ძალით, 750 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტით. G500 ბენზინი i6, i53 ჰიბრიდ Formatic Plus-ი ძრავით 459 ცხენის ძალის გამომუშავება შესაძლებელი. G63-ს კი ჯერ კიდევ აქვს 4 ლიტრიანი V8 ძრავი, რომელიც 585 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მაბრუნი მომენტი კი 850 ნიუტონ-მეტრია. Genesis-მა უზარმაზარი ელექტროკროსოვერი წარადგინა Neo Loon-ის კონცეფციის დებიუტი ნიუ-იორკის ავტოშოუზე შედგა. ეს არის Genesis-ის ყველაზე დიდი ავტომობილი, რომელიც მომავალ შესაძლოა სერიული მოდელი GV90 გახდეს. მანქანის სახელწოდება შედგება ორი სიტყვისგან, ბერძნულიდან Neo, ახალი და ლათინურიდან Luna მთვარე. დიზაინი კი ცნობილი კორეული მთვარის ვაზებით არის შთაგონებული. Neo Loon შექმნილია მგზავრებისთვის მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად, მაგალითად უკანა კარები იხსნება მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ, რათა ავტომობილის ჩაჯდომა და გადმოსვლა გამარტივდეს. ასევე მისი დამახასიათებელი ელემენტია მბრუნავი წინა სავარძლები, მათი როტაცია შესაძლებელია ისე, რომ მძღოლი და წინა მგზავრი მეორე რიგში მყოფი მგზავრების პირისპირ დასხდნენ. ჭერზე დამონტაჟებულია ორი ეკრანი, ხოლო სალონში დამონტაჟებულია მოწინავე აუდიო სისტემა, დინამიკების განლაგება კი საკონცერტო დარბაზში არსებული ხმის და აკუსტიკის ეფექტს იძლევა. ინტერიერში გამოყენებულია ქაშმირი, რომელიც შერწყმულია Purple Silk ტყავთან, ხოლო იატაკი ნატურალურ ხისგანაა დამზადებული. Genesis არ გავრცელება ინფორმაცია ავტომობილის ტექნიკურ მახასიათებლებზე, თუმცა კომპანიაში სურთ, რომ SUV მასიური წარმოების გახდეს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს მომდევნო 5 წლის განმავლობაში მოხდება. Land Rover-ი ყველაზე მძლავრ და სწრაფ Defender Octa-ს ამზადებს, რომელიც BMW-ს ძრავით იქნება აღჭურვილი. SUV-ის შესახებ იმდინარე ეტაპზე ცოტა რამ არის ცნობილი. პირველი ის ვიცით, რომ სახელი ალმასის 8-კუთხა ფორმის მიხედვით შეარჩიეს Octa. ასევე ცნობილია, რომ სიახლე მიიღებს 6D Dynamics ადაპტირებულ ჰაერსაკის Range Rover Sport SUV-სგან და V8 Twin Turbo ძრავს 48-ვოლტიანი ელექტროძრავის დამატებით. ეს Octa-ს ყველაზე მძლავრ Defender-ად აქცევს ისტორიაში. საკულტო SUV-ის ახალი ვერსიის დებიუტი მიმდინარე წლის ბოლომდე შედგება. BMG და Tegeta Holding-ი წარმოგიდგენთ.
PMG Autos.